ჩვენ ფული დავხარდეთ ჩვენ ჯარისკაცებზე ერაყში და ავღანეთში, რომ გადათვალო ამერიკული ხელფასი, დაზღვევა და პროტეზირება დაჭრილზე, გამოდის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი. იმიტომ ჩვენ ვიხდიდით ქართველი ჯარისკაცების ხელფასებს. ანუ ნეტო არაფერი არ შემოგვდის ჩვენ მაგათგან. როგორც გვძარცვავდნენ, ისე გვძარცვავენ. ეს მითია, რომ ჩვენ გვეხმარება ეს რა ქვია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ეს არასამთავრობოები. ნეტო სისხლის დენა არ შეჩერებულა დღიდან ჩვენი ძარცვის დაწყებისა. დამერწმუნე. ხორცით, სისხლით, სხვადასხვა ფორმის კრედიტებით ისინი უბრალოდ ძარცვავენ ჩვენ ქვეყანას, ეს არის მათი კოლონიური ტრადიცია. ანუ თუ თქვათ საბჭოთა იმპერიაში ცოტა სხვა ტრადიციები იყო, თქვათ ისინი ახდენდნენ იდეოლოგიის ექსპორტს, მაგრამ ქარხნებს უფასოდ უშენებდნენ თავიანთ კოლონიებს და ინდუსტრიალიზაციას უფასოდ ახდენდნენ მაცას. და მათი შპიონები ანგლოსაქსების ჩვენ გვიჩურჩულებდნენ სისულელეებს. მაგალითად 80-იან წლებში მოარული ჭორები იყო, რომ საქართველოდან რუსებს გააქვთო მარგანეციო და მარაგებს აგროვებენ ცარიელ შახტებში რუსეთში, რაც აბსოლუტური ტყუილია. ესმის? ანუ ხდებოდა 561 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი აქვს გრუზია ფილმს გადაღებული საბჭოთა პერიოდში. მაგდენი არა აქვს გერმანიას გადაღებული მაგავე პერიოდში. მე არ ვლაპარაკობ დანიაზე და ნორვეგიაზე. მე არ ვლაპარაკობ დოკუმენტურ ფილმებზე, სატელევიზიო ფილმებზე და მულტიპლიკაციაზე. მე ვლაპარაკობ დიდ მხატვრულ ფილმებზე, რომლებიც გადავიღეთ, ხო? და აი ამის ყველაფრის უარყოფა და აი ამის ყველაფრის დედის გინება. ანუ ჩვენ უნდა გამოსულიყავით საბჭოთა კავშირიდან, ჩვენ კი არ უნდა გვეგინებია დედა რუსებისთვის. ჩვენ უნდა გვეთქვა, რომ ჩვენ მარქსიზმი, რომელიც კარლ მარქსიც არ იყო რუსი ძმაო, იყო გერმანელი ებრაელი. კი ბატონო. ჩვენ უნდა გვეთქვა, რომ ჩვენ თვითონ ეს ათეისტური უღმერთო იდეოლოგია არ გვაწყობს, თორემ რუსებთან დაყვავებით, მეგობრობით, შეიძლება არათუ აფხაზეთი და ცხინვალე არ დაგვეკარგა. არამედ გვებარტყა კიდე ტერიტორიებით, რომ ყოფნოდა ჭკუა, რომ 9 აპრილს დაგვეჯერებინა მისი უწმინდესობისთვის, რომელსაც დღემდე არ უჯერებთ. და ამიტომ შენ მეკითხები მე ბიზნესის და ეკონომიკის იმაზე, რა ქვია, გასაღებზე რაში საერთოდ რაზე გვაქვს ლაპარაკი. იმას რა ქვია, საერთაშორისო სავალუტო ფონდს დაქვემდებარებული საქართველოს ეროვნული ბანკი, რომ 3-ჯერ 4-ჯერ ნაკლებ ფულს ბეჭდავს, ვიდრე საჭიროა ქართული ეკონომიკისთვის, შენ ეგ არიცი, როგორც ბიზნეს გადაცემის წამყვანმა.